უსახკრასო და უსაყვარლესო სტუმრებო. დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. ჩვენს დღევანდელ საღამოს გაალამაზებს უნიჭიერის პიანისტი ნინო ოსპეტელაშვილი, პედაგოგი მარინა გენაშვილი. ნახატებზე პროფესიო ყურადღება ნახატებზე წარმოადგინა ჩვენმა მეგობარმა ვახტანგ სალაძე და დღევანდელი დღისთვის აქვს სპეციალურად გალაქტიკის თემაზე შექმნილი აი ეს ულამაზესი ნახატი. ვიცით საღამოს იმედია არ მოიწევს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურებისთვის. თოფისიანო გალაქტიონის დაბადების დღე 124 წლის გახდებოდა ცოტა არის გალაქტიონი. მისი შემოქმედება დღემდე გვაღელვებს, დღემდე გვაწუხებს, დღემდე გვაინტერესებს და დღემდე ვთარგმნით. დღეს თქვენ მობრძანდით ჩემი მეორე კრებულის გალაქტიონის თარგმანების მეორე კრებულის პრეზენტაციაზე. სანამ გადავალთ წიგნის განხილვაზე და ლექსების წაკითხვაზე, ვთხოვ ქალბატონ მაღვალას მოგესალმებით, დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემით. დღეს ჩვენი პოეზიის მეფის დაბადების დღეა და დიდი მადლობა უშვედიერეს ქალბატონ სილვას, რომ ეს დღესასწაული გვაჩუქა. მადლობთ ქალბატონ სილვა. დარბაზში გრძელდება ჩვენი ლიტერატურის პატრიარქი ბატონი ემზარ მიტაიშვილი, მე მას დიდი სიყვარულით მივესალმები და გამერწმუნება ბატონი ემზარი, რომ შეუძლებელი არის თითქმის პოეზიის თარგმნა. და მით უმეტეს თუ ისეთი წყალუხვი მდინარეა, როგორიც არის გალაქტიონის პოეზია, იქ შიში გიპყრობს, რომ არ ჩაგითრიოს და არ გადახჩოს ამ საოცარმა პოეზიამ. როცა მას კითხულობ, მაშინაც კი შიში გიპყრობს, არათუ თარგმანის დროს. და მხოლოდ და მხოლოდ ძალიან გამბედავს, ძალიან ნიჭიერს და ძალიან თავდადებულს შეუძლია გაბედოს და თარგმნოს გალაქტიონი. ისეთი, როგორიც ჩვენი უშვედიერესი ქალბატონი სილვა არის, მე ვიცი, რომ ძალიან ხშირად გონიათ, რომ თარგმანი არის სიტყვასიტყვით თარგმნა და შემდეგ გარითბა. და გრჩება ხელში უსულო ტექსტი, არ არის ლექსი. თუ მას სისხლით არ მიეცი, თუ ის შენს გულის გულში არ გაატარე და თუ შენი ცრემლით არ გამბანე, თარგმანი რჩება ცარიელ ტექსტად. აი, როცა უსმენ, როცა კითხულობ გალაქტიონს ქალბატონის სილვას დათარგმნს, ისეთი განცდა გაქვს, რომ თითქოს ქართულად გესმის ეს ლექსები. თითქოს ეს არ არის მეორე ენა, რუსული ენა, რომელსაც საოცრად დიდი
პოეტური წიაღსვლები და რომელიც უდიდესი ენა ამ მხრივ ლიტერატურის მხრივ. ქალბატონო სილვა ყოველთვის ვამოხმობ, როცა თქვენზე ვსაუბრობ, თქვენზე ვფიქრობ, მე საოცრად ვხიბლავს ის, რომ თქვენ სრულყოფილი ქალი ხართ და რას ქვია სრულყოფილი? სრულყოფილია ქალი, რომელსაც ყველაფერი მოასწრო, არის გენიალური დედა, ბებია, ნიჭიერი ქალბატონი. ასევე მე არ მიგვის, რომ როცა ის წავიდა საქართველოდან, ყველაფერი მის გარშემო ლამაზად შემოსაზღვრა, იმიტომ რომ ნიჭიერს ყველაფერი შეუძლია. რასაც არ უნდა დაადგეს და დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ აი ესეთი ულამაზესი ცისფერი წიგნი უკვე მეორეჯერ აჩუქეთ საქართველოს და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე გიყვართ თქვენი ქვეყანა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიდიან ჩვენი ქვეყნიდან და მე ისეთ საზრუნავში არიან, რომ აღარც კი ახსოვთ, სიტყვა კი არა, ქვეყანა აღარ ახსოვთ და აი ის რომ თქვენ მე ვიცი თქვენ როგორი სიყვარულით წაიყვანეთ ქართველი მწერლები, როგორ უმასპინძლეთ, არავინ გავარებდათ ამას. თქვენმა გულმა გიგანახოთ და თქვენმა დიდმა გულმა. მე ჩვენ აქ არის ჩემი უსაყვარლესი თანათავმჯდომარეები, ბატონი ბადრი, ბატონი ბაღათერი, ბატონი ზალი, ჩემი მანანა, რომელიც საოცარი სიყვარულით ეფერებოდა ამ წიგნს და ჩვენი გადაწყვეტილება მინდა გავსვათ ამაში დაფოს არ მიიღებოდა წლებ, მაგრამ დარბაზში არის ჩვენი თაობის უნიჭიერესი დავით შემოქმედელი, უბრალოდ თვითონ ჩამოთვალე ეს პარები, რომ აი გადაწყვეტილებაში მიღეს მეთქი მათ მონაწილეობა, რომ ქალბატონ სილვას ქართული კულტურის დესპანის წოდება მიენიჭა. გილოცავთ ჩვენი კეთილაიძე დესპანი. წიგნის დაბადებას შეიძლება უფრო მეტი დროც სჭირდებოდეს, ვიდრე ბავშვის დაბადებას. ამ წიგნს მოუნდი რამოდენიმე წელი, მაგრამ თითო თარგმანი არის თითო ნაწარმოები. გალაქტიონის სისხლში რაც გაიარა, ის არის ნათელი. ამ წიგნის რედაქციაში არ ვიცი მე რამხელა წვლილი ვერც ვიტყვი. ბატონ ემზარკიტაიშვილს ჩემი მადლიერება სიტყვას არ ვაკეთებ, უბრალოდ მადლობას ვიტყვი. ტექნიკური რედაქტორი ქალბატონი მანა ჩემთან ერთად გააფრენა ჩემთან ერთად. იმუშავა და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. სანამ გადავა ჩვენი წიგნის განხილვაზე, 1-2 სიტყვას ვთქვი ბატონ დავით შემოქმედს. მოგესალმებით სულფასო მეგობრებო, დღევანდელი დღე ერთი ყველაზე მაღლა ატანილი საკრალური სახელია ქართული ესთეტიკური აზროვნების ისტორიაში, რადგან ჩვენ ვართ ბედნიერი ხალხი, რომ ვართ ამ თავზარ დამცემი გენიოსის შობელი ქვეყანა და გალაქტიონზე როცა ვფიქრობ, მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, მხოლოდ ერთ რიგს გამოვხობ, ჩვენ ბევრი ვყავ და ბევრი აკავს სამწუხაროდ თითქმის სამსახური, მაგრამ სოფლიო მნიშვნელობის გენიოსები, მაგრამ ერთადერთი რითაც გამორჩეულია გალაქტიონი დანარჩენ გენიოსებისაგან და ალბათ სოფლიოში ესაა უკიდეგანო თავისუფლების გზნობა. ჯერ კიდევ აღფიცხლებს და პოეზიასთან მიღებულობს ქართული ფორმა. მაგრამ დღეს ჩვენ გალაქტიონი და მე გადავიდოდეს მოღვაწეობას და სამწაულში ერთი როგორც პიროვნება და მეორე როგორც მოღვაწე და მესამე როგორც თარგმნელი და პოლიტიკი რა თქმა უნდა. და მე მიგავხვა და გავუსვა ხაზი, იმიტომ რომ დედად ყოფნაო ძანებდა გენიოსი, გმირობაო, გაჩენა თუ მამაცობაო და ქალბატონ მე ვიცი მისი ოჯახის მდგომარეობა,
ძალიან კარგად და მინდა გავუსვა, რომ ახლა როდესაც მთელი სოფლიოს დაძაბული ნერვიული სისტემა მიკრობილია რუსეთ-უკრაინის ომისკენ, როდესაც ეს ბარბაროსები ბომბავენ უკრაინას, აი ამ ოჯახმა, მისმა შვილმა ორჯერ თუ სამჯერ, მე არ ვიცი რამდენჯერ მთელი ეშელონი ჩაიტანა, წამლები, მედიკამენტები, პირველადი დახმარების საშუალებები და აი ამ დედობისთვის ამ ოჯახს მინდა მე მადლობა უთხრა როგორც პიროვნებას ქალბატონ სილვას. ახლა რაც შეეხება როგორც მოღვაწეს ქალბატონი სილვა, როდესაც ჩავიდა იქ ქართული კულტურის მსახურად აი ამ ცივილიზებული სამყაროს ევროპის გულში ამ პატარა ქვეყნიდან უკვე იმ დღიდან იყო დესპანი და ეს დღეს მიხარია და უბრალოდ გაფორდა უკვე ის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს ქართული კულტურის პროპაგანდისათვის რომ ჩამოთვალო ახლა ეს მოსაწყენი იქნება და შეიძლება რაიმე გამომჩეს მაგრამ მე მინდა მას მადლობა უთხრა ეს გახლავთ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ბერლინის ორგანიზაციის თავმჯდომარე და თქვენ მოგეხსენებათ რა 1923 წელს გაიხსნა რუსთაველის პირველი ფილიალი იყო ბერლინში აღადგინეთ საერთაშორისო ეს ორგანიზაცია და ქალბატონი სილვა ხელმძღვანელობს მას ძალიან ესე იგი უნარიანად და საერთაშორისო მას ოფისი აქვს და უნდა ვთქვა რომ ჩვენი მიწვევა რომელიც მან გააკეთა ჩემი და ჩემი ერთ-ერთი კოლეგის რომელიც უცხოეთთან ურთიერთობას ხელმძღვანელობს ბერლინში და ჩავატარეთ იქ რუსთაველის დღეები ეს იყო ძალიან დამახსოვრებელი რამ და კიდევ მეორეჯერ და კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ სილვას ამ ლამაზი დღეებისათვის. ახლა რაც შეეხება თარგმნას ეს მაინც ვფიქრობ რომ ეს ის შრომა რომელსაც ჩვენ ვერ ვაფასებთ საერთოდ კაცობრიობა ვერ აფასებს თარგმნელი შრომას. თქვენ ერთი წუთით წარმოიდგინოთ თარგმნელი რო არ ყოფილიყო ჩვენ დავრჩებოდით სოფლიო კულტურის სოფლიო შედევრების გარეშე და თარგმნა რომ ურთულესი საქმეა ორი რიგის თარგმნელი არსებობს საერთოდ ერთი დედნის მონა როგორც უწოდებენ რომელიც სიტყვა სიტყვით გადმოსცემს ყველაფერს მაგრამ სული იკარგება როგორც მაღლა ამბობდა და აი ის მთელი ემოცია მეორე არსებობს თავისუფალი თარგმნა ჯემალაჯიაშვილი იყო ამის ოსტატი რომელმაც შეიძლება ტექსტ დაშორდეს და მოიტანოს მისი ესე იგი ინსპირაციული მომენტებით ჩართოს ხანდახან პოეზია გეკარგება მეორე თარგმნას შეიძლება ძალიან მაღალი პოეზია შეაქვთ მაგრამ უკვე სხვა ავტორია ზოგჯერ თუ უკიდურესად თავისუფალი თარგმნა იქნება და აი ამ სილაკარებთან შორის აი ამ ბეთვის ხიძე გაიარა ქალბატონმა სილვა და შექმნა ისე რომ არც დედნის ის დაკარგა თვითონ ავტორისეული ხმა ინტონაცია რიტმი და თავისთავად ის პოეზიის მადლიც მოიტანა და მით უფრო galaktionis ritmis motana თქვენ მოусმენთ ახლა ქალბატონი წაიკითხავს რომ არ გესმოდეს საერთოდ ენა და მარტო ის გესმოდეს რიტმიკა უკვე მიხვდები რომ galaktionia ეგ უკვე ძალიან დიდი რამ არის ახლა სიტყვას ჩემს მუს ნაირა მაჭარაშვილს რომელსაც დიდი წვლილი აქვს ამ თარგმანებში გვერდშია ჩემთან დღითი და ღამით და პირველი მსმენელია ყველა თარგმანისა. ნაირა ცირა ცუდად ისმის და მიკროფონის გარეშე შევეცდები. თუ ისმის თუ შეიძლება მიკროფონის გარეშე. იცი ძალიან ბევრი მაქვს თქმა და აღინდა არის მის მადლობა ხო იცი თქმა მინდოდა და ბევრი მაქვს ნათქვამი და ეხლა აღარ მინდა გამოვიდე ერთმოკლედ ნათქვა რომ შახტში შემიშვით ლექსი უნდა დავწერო უნდა ვნახო რაც თითქმის რაც შესაძლებელია რაც გამოიარა galaktionმა და ბოლოს თქვენ წარმოვიდგინოთ მინდაში ცხოვიყავით და რაც შეიძლება ყველაფერი მოგინახულეთ და ამ ორიოდე კვირის წინ ჭყვიში გახვდით. მინოწმებს ხო და ესე იგი
ესე იგი მინდა გითხრათ, რომ ასე გულთან აქვს მიტანილი გალაქტიონის შემოქმედება ქალბატონ სილვას. ეხლა ხობრებუნებით არ არის საჭირო, რომ იგივე თქვა აგერ ქალბატონმა მაყვალა. დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს, ივლისისფერი ყინდის თასებით, სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს პარჩა და ალმასები, მოკრიალებულ ჰაერში ოდეს, გულცივად წყინავს პარჩა ნახელი, ნეტავი არ შეირხეოდეს, გადაზნექილი სიზმრების წელი, კრთალი ვარდები დაცვივა ხელებს, ჩამოიშლება შუქი პირბადე, და უცნობ ღამის შორს საკურთხეველს, უნდა ვუხმობდე განთიადამდე, დგას გაყინულთა ოცნებად კრება, თა თეთრი, როგორც მაღალი რაში, და უჩვევ ნათელსი ალერსება, ჩვეულ სიცივის ძინარევაში. Луна объединит в снежных лапах чинар. Цветы июля морозными чашами, утесы в нарядах искрят белизною, как новобрачная в шелке с алмазом. В звенящем воздухе будто зачем-то парча хладнокровно блестит осколками. Ох, хоть бы она не расплескала снов восхитительных стан перехлёстами. Бледные розы с ладоней спадают, со света отброшено томно вуаль. И призывать я берусь до рассвета в ночи неизвестной далекие алтарь. Стало собрание замерзших мечтаний, гора убеленная, словно в небе пегас, и незнакомым сиянием обласкан. Обычный, морозный сон без прикрас. მე გარს მევხვევა მუდამ იგივე, შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე. ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს სად დავემალო, სად წავუვიდე. ღვინით თასები ისევ ივსება, ისევ მევსება დარდით თვალები, შორით მომესმის ყრუტაში სცემა, მაგრამ იქ ვისმეს შევებრალები. მე ვიხდი ვიღავს, მომგვარეთ რაში, შენთან, ნუგეშთან, ოჩქარა, ჩქარა, მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში, დიდება, ცრემლი, ღელვა მუკარა. Меня окружает всегда и все то же. Сплетенная нежно тобою вуаль, расстанусь с людьми, но ночами куда мне укрыться, где спрятать печаль? Бокалы вином вновь наполнены терпким, снова глаза увлажнятся тоской. Издали слышны глухие овации, но там кто-нибудь опечалится мной. Снимаю я маску, коня мне подайте к тебе, к утешению, живее, живее. Вослед мне овации громкому имени, угрозы и слезы, почет и вам. იმ ვარდის ფერატმებს მოვიგონებ კვლავ, იმ გვარად ვემდევ, იმ გვარად ვემკლავ. ო როგორ მომწყურდი მწუხარია დღე, იმ გვარივე ცა, იმ გვარივე ხე. იგივ ქარი დაჰკრის, იღუნება ბზა, იმ გვარივე მზე, იმ გვარივე გზა. ძლიერ ვეტყვი ზენა ქარს, იმ გვარივე ხმით, იმ გვარსავე ზარს. Розовые персики припоминаю вновь. Все так же бдишь за мной, все так же стынет кровь. Ох, как тебя я жажду, пригрустен новый день. И все такое же небо, и все такое же ты. И тот же ветер мчится, и клонится верба, и тоже солнце светит, дорога тоже так. Сильнее, сильнее, сильнее взову к лихим ветрам, все тем же глазом громким,
святым Талакаром. თან მიმყოლი ჩრდილები აუხსნელი კარაგნი, სადაც მწვანე ველია და მქუხარე არაგვი, სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი, შორს კი ხევსურეთია, თუშეთი და შავეთი. ერთხელ 7 წელიწადში შენი ცა გაიხსნება, რასაც მაშინ ისურვებ, ყველაფერი იქნება. გარინდდება მდინარეს, არაგვი, ზმანება, ყველაფერი უცნაურ მოსვლას დაემგვარება. Сопровождение теней необъяснимо тепло. Там, где зеленые луга, шумит оракул быстрый. Куда с убитыми мечтами за радостью отправился Тушет и Хевсурет и Пшави, там, вдалеке остались. Один раз в семилетие здесь небо край откроется, и все, что не задумаешь, все непременно сбудется. Поприутихнет бега ради, река сама признается. Все непривычно изменено, явление обычно. Карма будидан ყვავის ბახალა, ზაფხულის ტყეებს გადაახალა. ის მოდახმები ახალი ტყეტა ძარივით იყო მაღალი. ველად ბალახი იყო კეცილი, როგორც სიმშვიდე და სარეცელი. ტირო და მწარედ ყვავის ბახალა, ქარმა ტყეებს რომ გადაახალა. და ქუხილი გავარდა მეხი, გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს. ხევში, ხრამებში ატყდა ხარხარი და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი. Из гнездышка ветер птица вороны в леса предосенние метнул вороны. Слышны были звуки сплошь обновленные, лес был как храм высокий свободы. В лугах были травы повсюду скошены, покоя Боже беспечно разбросаны. Плакал пригорько птенчик вороны, которого ветер метнул в лес знакомый. Гром грянул, и тут же сверкнула молния, лес отозвался на громораскаты, во врагах, в ущельях, смех разразился, ливнем обрушились частные капли. Эти листья ветром гонимые, эти печальные нежные грезы, эти цветы, это небо, скажите, не вызывают вас жалости, слезы? В воздухе стонет тоска листопада, усталости солнца, бессилье исчерпано. И на тропинках задумчивой грустью сумрачной парой идут парень с девушкой. Жил кто-то на свете, в сердцах затаенный, луч света на своде небесном пробился. Жила он любви, настоящей и здешней, но так никого не влюбился. Другой был сожгли, испепелили, страстное солнце страстью горячее, уста малой розой не подпустили. Стремился на ощупь с глазами незрячими. Идти этим дням, поверьям согласно, в залу обращаются взор статной дамы, так увядает уставшая молодость. Уже не лежат, рассудите сами. В воздухе стонут тени от листьев, лазурь притомилась с ловкостью накопи, и на осенних дорогах усталые. Вместе шагаем, и греем, и зеленаем. Злобствует в ветрах ветер усталый, цветочная рать в снежинках купается, преломный, нежится воздух в высотах,
Воюет ветер и нежно качается, и ветер столкнулся с цветением персика, заметил дрожание розовых пуговок, примерился взмахом к нерасцветшим бутонам, проник в первоцвет и призадумался. Древо стояло букетом весенним, душа трепетала в нем с замиранием, и с издали пришлым лучом весенним, росинками влаги, ожерелье сверканием, древо стояло, как нежная женщина, царица-красавица в чуждом краю, с нежностью жгла сила солнца весеннего, с пламенем чувств, у грусти в плену, расцветшее дерево, схожее с грезой, когда трепетало от солнца излишне, в тень свою часто меня принимал, и часто торжества, восхищения было. მიუხედავად იმისა, თემი ინსტიტუტი, გარდაქმნილობის ინსტიტუტი, ჩემთვის ძალიან პატივცემული საზოგადოება, მუშაობს და დღემდე მუშაობს და ალბათ კიდე წლები მუშაობს. ამ გაზაფხულზე გამომიგზავნეს ლექსები, გამართულების ლექსები რუსულად რედაქციისთვის. და ხელნაწერებში, რომელიც არის დაცული ხელნაწერთა ინსტიტუტში, გამომიგზავნეს აი ეს ერთ-ერთი მათ შორის ერთ-ერთი. და აღმოვაჩინე გალაქტიონის უცნობი ლექსი რუსულად, რომელიც არავის არ წაუკითხავს და დღეს თქვენ ხართ იმის მოწმე, რომ ეს ლექსი პირველად გაჩერდება, იმედია წიგნშიც მოხდება. წიგნი არის გამოცხადებული. გალაქტიონი წერდა სულ შემოდგომის მოტივებზე და ეს ლექსი აღმოჩნდა გაზაფხულის მოტივები. Весенние мотивы. Весна. Мне шепчет тайный голос, ты пьяной прелести полна, спокойным тоном, чуть дыша. Весна. Лепечет в поле голос, из-под земли. Весна, весна. Приди, весна, приди, золотая. Я жду тебя и жду тревожно. Заревом дальний отблеск света в долину ночи тень наводит. В душе нет счастья, нет привета. В душе вновь грустный демон бродит. Я жду тебя. Приди, чтобы мысли для счастья путь в цветах зари. ახლა გადავიდეთ დავიწყოთ ჩვენი მარი, ჩვენი ახალგაზრდა თვლება რეკორდზე მე შევაყენებ რამდენიც ხე. ხელთა შორის აცურდა ის ვინავრალთან კერძზე გადანაკლები. დამთვალის შუქი მინელებული ტყეებს და ველებს უყრის გარშემო. არც სიუდახის, არც ხის რტო იდრის, რა სიწნარია ოღმერთე ჩემი. გაიღვიძე ქარო ძლიერო, გამოაღვიძე მიდამო მკვდარი, გასწი უამბი ადამიანებს ჩემი ოცნება მისაკრა. ისაც ხარ, ჩემმა სიმღერა დაწყვეტა გული უთხარ, რომ transfer mobility სამარე სამოქმედო ამოქმედი. Какая здесь тишь, в лугах, в небе белом, я укатил коня подуставшего. Между ложбинками маленькой лучей горной по склонам пропасти укрывается. И вот светлый луны, чуть-чуть поблекший, обходит леса и луга стороной. Ни ветерочка, ни шороха нет. Какая здесь тишь! О, Бог мой! Эй, просыпайся, ветер попутный, и разбуди. Край мертвый смутный. Лети, расскажи людям повсюду, молву разнеси о мечте бесприютной. И если между ними окажется кто-то в далеком-далеком, судьбою нелестной, как велико ему знает, наверное, море пустыня, как мир поднебесный. Эй, просыпайтесь, листья лесные, и если однажды встретитесь с нею, явившейся к вам устала, со студу, ой, сердце разбил я песней своей. Скажите, я ждал ее долго-предолго, ждал очень долго в юном пристрастии и приукрылся в холодной могиле, в том ожидании.
покрылся, словно рамой стоит, вершин отсечен и догнается. Луна там плывет в темном небе, плывет, как в океанских просторах корабль. В узком ущелье Дарьянских утесов в темной ночи туманность не спящая, и слышит терек, как под луною звезда со звездою в небе общаются. В уютной ночи, бедуином блуждающий, мне привиделся сон, где цветет дивный край, где вечная зелень неувядающей красоты нежности сущий рай, где на границе с чужбиной далекой стоны людские, взрыв сердца кончаются, где о таинственном вечном насущном звезда со звездой в небе общается. Ты венчалась в ту ночь, моя милая Мэри. Мэри глаза ночь во тьме затаили, небо доверчиво внявши молитвам, осень дождливую в них отразила. Пламенем вспыхли яркими трепетным свечи, грустившие перед иконами, лик твой бледнее свечей тех отсвечивал. Думы терзали, приглушены стонами. Мерно качался купол церковный, рос дуновение, страдания ласкали, но у склонивших коленей молельщиц. Боль от молитвы не утихала. Слышал мольбу, безнадежную Мэри. Длилось мгновение то покаяние. Сила мучений меня обезумела. Что это? Траур или венчание? Там же в молельне нашептывал кто-то. Кольца венчальные ждали избранника. Я замирал от тоски и сиротства. Не было свадьбы, не было праздника. Вышел из церкви вихрем гонимый, ноги свинцовые, ночь словно пьяная. В улицах ветер бродяга погуливал, дождь удалялся все, капая, капая. Буркой укрылся от глаз постороннего, в мысли закутался тяжкие, стылые. Ох! Оказался у дома знакомого, к стене прислонился в конец обессиленный. Долго стоял у стены удрученный, и передо мною платаны склонились. Шумно под ветром они голосили, крылья орла небом ночью укрылись. Думал под шелест кроны платанов: Мэри, зачем, моя милая Мэри, счастье, сужденное мне беспощадно, угнано ветром, будто бы в щели. Молви, зачем озарение и мгновение молча погасли. К чему мои мысли? Вспыхнут мечтой в надежде спасения крылья орла, поднебесье не скрыли. И почему с улыбкой и верой взор обратил я к мерцающей синей? И почему я могильщика вспомнил? Что ж, я и ночь не ответить не в силах. Частые капли дробились по ветру и обрывались. Как сердце в надрыве, лир, как дитя безутешное плакал. Я слезы лью об отвергнутом лире. Thank you.